აღმოჩნდა, რომ პლანეტა ურანი იმაზე მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე მზისგან იღებს. ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც Voyager 2-მა მასთან ახლოს ჩაიარა, მაგრამ ზედმეტი სითბოს კვალი ვერ დააფიქსირა. ეს ურანს მზის სისტემის სხვა გიგანტური პლანეტებისგან გამოარჩევდა. მაგალითად, იუპიტერი მზისგან მიღებულ სითბოზე 113%-ით მეტს გამოყოფს. სატურნის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 139%-ია, ხოლო ნეპტუნის 162%. ახლა გაირკვა, რომ ურანი დაახლოებით 12.5%-ით მეტ სითბოს ათავისუფლებს, ვიდრე ვარსკვლავისგან იღებს. ანუ სხვა პლანეტებს საკმაოდ ჩამორჩება. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ლოგიკურია, რადგან ურანი მზისგან საკმაოდ დიდი მანძილითაა დაშორებული, რაც მის ნაკლებ ტემპერატურას ახსნიდა. ამის მიუხედავად, ნეპტუნი უფრო შორსაა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტ სითბოს გამოყოფს. აქედან ასკვნია, რომ ურანზე რაღაც უჩვეულო ხდება, რაც მის ამგვარ ტემპერატურას განაპირობებს. შესაძლოა ამას პლანეტის სტრუქტურასთან ან ევოლუციასთან ჰქონდეს კავშირი, რის გასაგებადაც საუკეთესო გზა ზონდის გაშვებაა. რაც შეეხება Voyager-ის დაკვირვებებს, მაშინ მზის აქტივობა მომატებული იყო, რითაც პლანეტაზეც ზემოქმედებდა. შესაბამისად, იმ დროს შეგროვებული მონაცემებიდან ზოგი ურანის ჩვეულ მდგომარეობას სათანადოდ არ წარმოაჩენდა, მათ შორის არც ტემპერატურას.